მთავრობასა და ბიზნესს შორის მორიგი დისკუსია საწვავის გაიაფებას ეხებოდა. სამთავრობო კომისია ნავთობი იმპორტიორებს შეხვდა და აღინიშნა, რომ ამ სექტორში ფასი საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზნის მისაღწევად დიალოგი გაგრძელდება. სურსათის მედიკამენტების და საწვავის ფასების რეგულირების მიზნით მსჯელობას ახლა უკვე პარლამენტი დაიწყებს. ნინო არღვლიანის სიუჟეტი. საწვავის ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი. სამთავრობო კომისიამ დღეს შეხვედრა ნავთობ იმპორტიორებთან გამართა. ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვი და ფასწარმოქმნის მექანიზმი. კომისიამ ინფორმაცია ამ საკითხებზე ბაზრის ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა. მთავრობის მეთაურმა კი აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასი დაბალია, დისკუსიის გახსნის რესურსი მაინც არსებობს. საწვავზე დაბალ ფასს კი აქციზის გადასახადი განაპირობებს, რომელიც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში სამჯერ ნაკლებია. სამთავრობო კომისიის ფარგლებში დღეს ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან. ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს საქართველოშია, ისევე როგორც გლობალურად არის. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ რა რესურსი შეიძლება მოვნახოთ ერთიანი ძალისხმევით იმისთვის, რომ საწვავზე ჩვენი საზოგადოებისთვის გაიაფდეს ფასები. საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები არის დაბალი, საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებული არის იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლების. მთავრობა და ბიზნესი სამუშაო რეჟიმში რჩებიან, დიალოგი ფასებთან დაკავშირებით გაგრძელდება. იმპორტზე დამოკიდებული კომპანიებისთვის ფასების წინასწარ განსაზღვრა რთულია, ამბობს ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, რომელიც მოხარულია, რომ ფასების კლებაზე ზრუნვა მთავრობამ ბიზნესის მოსმენით დაიწყო. მიზერულ მოგებაზე ვმუშავნიათ, იყო ასეთი, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ პრემიერმა მოუწოდა, კიდევ ერთხელ დაჯდნენ, დაფიქრდნენ და რა საშუალება გააჩნიათ, ეს ყველაფერი შევხვდეთ კიდე მეორედ და რას მივიღებთ, რა შედეგი გვექნება, მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინა, მანამდე არ გვეცოდინა. სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასთან დაკავშირებით დისკუსია მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტში ინაცვლებს. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს აქვს მოლოდინი, რომ სექტორის და საზოგადოების ჩართულობით შედეგი მალე დადგება. ანუ ფასების კლების პროცესს მოქალაქეები მალე იგრძნობენ. კომისიის მიზანი არის, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავახმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯებით, რაც შედეგობრივად აისახება სამხმარო ფასებზე, კლების დინამიკაზე და მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, თუ კი ბიზნესი, საზოგადოება, ექსპერტები, პარლამენტი ერთად მოვინდომეთ, რომ შევძლოთ ფასების შემცირება და როგორც სამხმარო პროდუქტებზე, ასევე სწრაფი მოხმარების საგნებზე, ასევე მედიკამენტებზე. დროებითი კომისია პარლამენტში მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.